როდესაც 8 წლის წინ პირველად წავდექი თბილისელების წინაშე მერობის კანდიდატად ჩვენი სლოგანი და მთავარი დაპირება იყო სიცოცხლით სავსე ქალაქი. მაშინ როდესაც ქალაქში დავდიოდი, ვცდილობდი ჩემთვის ხადად წარმომედგინა თუ როგორ შეიძლებოდა შესხმოდა ხორცი ამ დაპირებას. როგორი უნდა გამხდარიყო თბილისი ამ დაპირების შესრულების შემდეგ. გრევას თევდორე მღვდლის 10 ნომერში 2 ადამიანი ემსხვერპლა. მანანა დარახველიძე ვაჭრობით ირჩენდა თავს, 40 წლის დათო პარტია კი საყიდლებზე იმყოფებოდა. გუშინ გახსნილი შადრევანის შემზარავი ტრაგედიის ადგილად იქცა. გარდაცვლილია 13 წლის გოგონა, რომელსაც ვაკის პარკში ახლად რეაბილიტირებულ შადრევანში დენმა დაარტყა. შემზარავი ტრაგედია ბათუმში, ოცნების ქალაქში 2 ბავშვი დაიღუპა. ისინი წყლით სავსე თხრილში ჩავარდნენ. ალაძის ამ დაპირებიდან გავიდა რამდენიმე წელი და სიცოცხლით სავსე ქალაქში შადრევანში დენის დარტყმის შედეგად 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა. წყნეთში სკვერის რეაბილიტაციისას დენმა დაარტყა 16 წლის დათუნა ჟღენც და გარდაიცვალა. 16 წლის იოსებ ადეიშვილი რიყის დოქებთან თხრილში ჩავარდა და დაიღუპა. ვაქსლის მოედანზე კორპუსის ნაწილის ჩამონგრების შედეგად დავით ბართია და მანანა დარახველიძე გარდაიცვალნენ. ეს არის ჩვენი გუნდის გამორჩეული ლიდერი, თბილისის ყველა დროის ყველაზე წარმატებული მერი კახა კალაძე. ხოთ. რამდენი სკვერიც არ უნდა ააშენოს კალაძემ თბილისში, რამდენი 40 არ უნდა ამოავსოს, რამდენი ასფალტიც არ უნდა დაასხას და რამდენი ქუჩაც არ უნდა მორეცხოს, ვერაფერი გადაწონის მისი უწყების უპასუხისმგებლობას თუ სამსახურებრივ გულგრილობას შეწირული ადამიანების სიცოცხლეს. მთელი მისი 8 წლიანი მოღვაწეობა და ყველა პროექტი, რომელიც თბილისში განხორციელებულა, მისი უპასუხისმგებლობის გამო გარდაცვლილი ერთი ადამიანის სიცოცხლედაც რომ არ ღირს, ამის აღნიშვნაც კი უხერხულია. დღეს თბილისი და მისი თითეული უბანი არის ბევრად უფრო სიცოცხლით სავსე, ვიდრე ის იყო 8 წლის წინ. ჩემო მეგობრებო, დღეს ჩვენი სლოგანი და მთავარი დაპირებაა მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს. რადგან სიცოცხლით სავსე ვერ გამოდგა თბილისი, მის ხელში ახლა სიკეთეზე გადავიდა. მეტ სიკეთეს გვპირდება მერი, რომელიც წლების განმავლობაში ხან გამოსაქანებელ ადგილს აფართოებდა საწინააღმდეგო აზრის მქონე ადამიანებისთვის, ხან სიმართლის მუშტით გვემუქრებოდა და ხან ნაძვის ხის სიგრძით და სიგანით. სიგრძეს და სიგანეს ნაცებს გეყოფათ. სიკეთესა და სიყვარულზე გველაპარაკება პარტიის გენერალური მდივანი, რომლის წევრებიც მუდმივ სიძულვისა და ზისხს თესავენ საპირისპირო აზრის მქონე ადამიანების მიმართ. ამათან დგომა სირცხვილია. ამათან დგომა ნიშნავს ქაოსს. ამათან დგომა ნიშნავს უსამშობლობას. ამათან დგომა ნიშნავს უღმერთობას. ამათან დგომა ნიშნავს, რომ შენ ეროვნული ღირებულებებს ხაზი უნდა გადაუსვო. თბილისი ტრადიციულად იყო ურთიერთობების ქალაქი, სიკეთით სავსე ქალაქი. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ დავამარცხოთ სიძულვილი და თბილისელებს შორის ურთიერთობების მთავარ მორალურ ღერძად ვაქციოთ სიკეთე. ჩინოვნიკების უპასუხისმგებლობას შეწირული გარდაცვლილი ბავშვებით სავსე ქალაქში კალაძეს მესამე ვადით სურს მერობა და ამ ეტაპზე სადღე გრძელვებით და მხატვრული კითხვით შემოიფარგლება. მე კარგად მესმის, რომ თბილისი არ არის უბრალოდ ქალაქი. ის ჩვენი კულტურის, რელიგიის, ტრადიციების, ქართული სულის გამოძახილია. მის უძველეს ქუჩებში საქართველოს ისტორიას უნთქავს. ქვეყანაში, სადაც ადამიანები ვერც პირდაპირ და ვერც გადატანითი მნიშვნელობით ვეღარ სუნთქავენ და შეიძლება სადმე შემთხვევით გამლელს ბეტონის კონსტრუქცია დაგეცეთ თავზე, რეჟიმის პროპაგანდა მოქალაქეებს უგემოვნო და შოკის მომგვრელი შოუებით კვებავს, სადაც პანტერას, კენგურუსა და ფარაონის ფორმაში გადაცმული რეჟიმის მსახური ცნობილი ადამიანები ქმნიან ილუზიას, რომ ყველაფერი კარგად არის. თერჯოლაში ლეგენდარული ჯგუფის ბონიემის კონცერტი გაიმართა. თერჯოლის ცენტრში ათასობით ადამიანი შეიკრიბა. კონცერტი მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით და ადგილობრივი ბიზნესის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა. არ გამოტოვო უნიკალური შესაძლებლობა. 15 ნოემბერს 18 საათზე ტყიბულის ცენტრალურ მოედანზე ლეგენდარული იტალიური ჯგუფის რიკი ე პოვერის კონცერტი. ხოლო თქვენთვის ყველა ცნობილი ჰიტი და დაუვიწყარი ემოცია. ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ტერორის ფონზე ქოცი პერიოდულად ჩვენივე ფულით დაფინანსებული გაუგებარი კონცერტებით გვანებივრებს. უნდა
უნდა დაგვავიწყოს მრავალგზის დარბეული, ნაცემი, დასისხლიანებული აქტივისტები და ჟურნალისტები, უკანონო პატიმრობაში მყოფი ახალგაზრდები თუ ოპოზიციის ლიდერები, მათი გარდაცვლილი მშობლები, რომლებიც ტყვეობაში მყოფმა შვილებმა სიკვდილის წინ ვერ ნახეს. ერთ გირჩევდით თქო მას გეუბნებით. ეხლა არის ისეთი სიტუაცია, რომ უკვე ერთმანეთს დაჭმა დაიწყეს და წარმოიდგინეთ ხოლმე აქედან რომ გახართ თქვენ დასგისარი. როცა ამის დრო მოხდა და ეს ყველაფერი კიდე გულს მომადებს, ეს ჩემი შეფასება იქნება, ეს ყველაფერი ის ფილმი. აქ რაღაც გაძევება გაიშლა და მე ვიღაც ვანდოტურები და იმათგან საოცარი ან მეტასასწრული მაინტერესებს როგორი იქნება. უნდა დაგვავიწყოს სიღარიბე, უკიდურეს გაჭირვებაში მცხოვრები, მოშიმშილე ბავშვები, კორუფცია, ოკუპაცია, რუსული კანონები, ქვეყნის უკუსვლა, ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმება, ევროინტეგრაციის გაჩერება, ქვეყნის ჩაკეტვა და ჩვენი შვილების მომავლის განადგურება. უნდა დაგვავიწყოს შოვის ტრაგედია, ოცნების ქალაქში გარდაცვლილი 2 ბავშვი. უნდა დაგვავიწყოს ოჩამჩირიდან დევნილი 44 წლის ზამირ კვაკოსკირი, რომელმაც დევნილთა სააგენტოსთან პროტესტის ნიშნად თავი დაიწვა. უნდა დაგვავიწყოს გამოსახლებული და ღია ცისქვეშ დარჩენილი დევნილი ბავშვები. უნდა დაგვავიწყოს ყველაფერი, რაც 13 წლის განმავლობაში ივანიშვილის რეჟიმმა ქვეყანას დაუშავა. ხო, რაფალიანციც უნდა დაგვავიწყოს. სინამდვილეში 13 წელია ოცნება მუდმივ სტრესში გვაცხოვრებს, უსამართლობის, დაუცველობისა და უკუსვლის რეჟიმში. იმის იმედად, რომ საზოგადოებას ძალა აღარ დარჩება და გაჩერდება, მაგრამ ამაოდ. მთელი ენერგია არის მიმართული იმაზე, რომ მოხდეს გაუქმება იმისა, რაც აუქმებს ჩვენს ცხოვრებას, აუქმებს ჩვენს პროფესიებს, აუქმებს ჩვენს გაკეთებულ საქმეებს, არქმევს ამ საქმეებს, არასწორ სახელებს, ხო? თითქოს გამრუდებული სარკეების სინამდვილეში აღმოჩნდით. დასაკვირველია, ძალიან დიდი სტრესი არის საზოგადოებისთვის. მეორე მხრივ უნდა ვთქვა, რომ ადამიანი სტრესმედეგია და რაც არ უნდა მოხდეს, მაინც შევეცდებით, რომ გადავრჩეთ და ჩვენი ფასეულობები არ დავკარგოთ. თუმცა ძალიან რთულია, თუ გასულ 70 წელს შევხედავთ, მთელი ქართული ფასეულობები შეეტეოდა ერთ ქართულ პატარა ფსევდო ფასეულობას უფრაში, სადაც სადღეგრძელოებში ფახი ფუხობდნენ, რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ და ასე შემდეგ და რეალურად არ იყო თავისუფლება, არ იყო დამოუკიდებლობა, იყო დამცირებული ყოფა, იყო ერთმანეთის გაწირვა, იყო ერთმანეთზე დასმენები, გამეტება სასიკვდილოდ. მოკლედ აი ეს ფსევდო რეალობა იყო, მორალური კატასტროფის ფსევდო რეალობა. ეხლა ძალიან დიდი, აი მე ვიტყოდი, რომ თუ სტრესი გვაქვს, ეს მორალური სტრესია. იმიტომ რომ ის ხალხი, ვინც ცნობს, ჩვენ კარგად ვიცნობთ მის სახეს გადალესილსა ცოფითა, ხო? ჩვენ ვცნობთ ტოტალიტარიზმს, ვინც ცნობთ, ეს დიდი მორალური ტკივილია, რომ ჩვენ ისე ვერ განვითარდით, რომ ამის რისკი დაგვექვეითებინა უკან დაბრუნების, უკან დახევის, უკან დაცურების მორალურ კატასტროფაში. ეს ძალიან დიდი მორალური ტკივილია. ხოცი, რომელიც მოქალაქეების უმრავლესობას კომპრომისებისა და მორალური კატასტროფის პირობებში ვერ აბრუნებს, აბსურდის ახალ მწვერვალებს იპყრობს და ფსიქოლოგიური წნეხის გაზრდას, კაცების გათხოვებისა და ომის შიშის დათესვით ცდილობს. ქორწინება თუ არა სქესის შეცვლა ან ქალთან ქორწინება. მარტივად ვიკითხე. ნებისმიერ კანონს აქვს არა მხოლოდ პოსტფაქტუმ მოქმედების ეფექტი, არამედ პრევენციული ეფექტიც. ეს კანონი გათვლილია პრევენციაზე. შეიძლება როდესაც კანონი მიიღება პრევენციაზე, ანუ პრობლემა იმენა ხო არ მოგვინდეს. ხო შეიძლება ზუსტად ასევე დააყენოს ევროპულმა ბიუროკრატიამ მოთხოვნად ასეთი საკითხი. და იქაც გამოდის რომ ანუ ამ კანონს უფლებას ისედაც შეზღუდული მქონდა. ანუ მე არც ამ დრომდე შემეძლო სქესის შეცვლას მემართა შესაბამისი ორგანოებისთვის. კანონი დარეგულირდა საკითხი, რომელიც არ იყო დარეგულირებული კანონის დონეზე. არა, კანონი ამ დრომდე უშვებდა ასეთ მოქმედებას, ახლა დაუშვებს. სხვა რამეს გეუბნებით, კანონით არ იყო დარეგულირებული საკითხი. შესაძლებელი იყო მიღებულიყავი და განსხვავებული სქესის აღნიშვნა მომხდარა. განსხვავება არ არის, კანონი ზღუდავს თუ არ ზღუდავს ასეთ რამეს, ხო? არ არის განსხვავება. კანონი კაფიოდ რაღაცის კაფიოდ გაწერა კანონით არის სხვა რამე. დასავლეთი ახლა კოლექტიური ოცნების მთავარი მტერია. დასავლეთი, რომლის ერთადერთი მოთხოვნაც დემოკრატიული
ერთეულ ღირებულებებზე დაფუძნებული სახელმწიფოს შექმნა, სადაც ადამიანის უფლებები დაცული იქნება, მაგრამ ბიძინას და სახელმწიფოებრიობის დაცვა ერთად არ გამოდის. ამიტომ ცხადია, კოლექტიური ქოცი ფსონს ბიძინაზე დებს. სიკვდილი და სიღარიბე ორივე ერთად მოდიოდა, აი მაგალითად დეგნანი და დანიგანი ორივე ერთად მოდიოდა, შევხედე და შემეშინდა, დეგნანს დანიგანი ჯობდა. როგორც ჩანს, მთელი ქვეყნის ფსიქოლოგიური ტერორის ფონზე ქოცი თავადაც დაისტრესა. ისინიც არიან სტრესში, ახლა რავალია საჯაროდ, რომ კონსტიტუციას გადაუხვევს საჯაროდ. ხო, ნუ სხვა უნდა დაარქვა სხვა სახელი, მაგრამ ხო უნდა გამოიგონო ვიღაცა ქიმერები, ხო, როგორც deep state-ია თუ გლობალური ომის პარტია. მოკლედ, მე მგონია, რომ ისინი სტრესში არიან და როდესაც ადამიანი სტრესშია და ასე ვთქვათ, უსუსურობის განცდა უჩნდება და უნდა რომ თავი გადაირჩინოს ყველაფრის ფასად და სხვისი სიცოცხლის ფასად, სხვისი მომავლის ფასად, ამ დროს უნდა არ უნდა მაინც ჩააგდებს საზოგადოება სტრესში. სხვების წრევისი მომავლის და სიცოცხლის ფასადაც ბიძინა უნდა გადარჩეს, გაფართოვდა და თავად ქოცებიც მოიცვა. თანამდებობიდან გაშვებული ყოფილი მაღალჩინოსნები, რომლებიც ერთ დროს ღირსების ორდენოსნები იყვნენ. კორუფციული ბრალდებები და ლამის ყოველდღიურად დაკავებული ყოფილი თანამდებობის პირები. გაფლანგული არმიისთვის განკუთვნილი 1,300,000 ლარი. ვინდა რასკემით ზრდიდა ხელოვნურად სამედიცინო აპარატურის ღირებულებას თავდაცვის სამინისტროში. რეჟიმი უკვე საკუთარ გარემოცვასაც აღარ ინდობს. ვინ იქნება შემდეგი, ამას დრო გამოაჩენს, მაგრამ რეჟიმის უსამართლო და დაუნდობელი ხელი აუცილებლად ყველას მიცვდება. ხო, ეს თუ მიაჩვევ ხელს და გულს გაიქვავებ და შეგიძლია გაწირო, მაგალითად ჩვენი მიტინგის ახალგაზრდობა, ხო, რომელსაც გამეტებით თავში, ასე ვთქვათ, ურტყავდნენ. რატო არ გაწირავს შენ თანაგუნდას, რომელიც ასევე ხელს გიშლის შენი რესურსის გამრავლებაში, ხო? ასე წირავს ნელ-ნელა ივანიშვილი საკუთარ მარიონეტებს. ჯერჯერობით გადარჩენილებს შეიძლება ჰგონიათ, რომ თავი ქუჩში აქვთ, მაგრამ ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა. ყველაფერი უარესი, როგორც ივანიშვილის მოლაპარაკე თავებისთვის, ისე თავად ივანიშვილისთვის. მით უფრო რომ მეორე მხარეს, მიუხედავად ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური ძალადობისა, ვერავინ გატეხა სისტემამ. ვერავის ათქმევინა უარი ქვეყნის მომავლისთვის ბრძოლაზე. ვერავინ წაიყვანა მორალურ კომპრომისზე. ეს სიმამაცე კი ქოცისთვის სრულიად გაუგებარია. ვერც ის გაიგეს იმის მაინც როგორ არ ეშინია ამ ხალხს, რომ deep state-ი ქართველ კაცებს გაათხოვებს. ნებულად ვფიქრობ ხოლმე, რომ თქვათ ის წლები, როდესაც შესაძლებელი იყო, რომ ელექტროენერგია ყოფილიყო ქვეყანაში და არ მოგვეწოდებოდა შევარდნაძის პერიოდში, ხო თითქოს დასწავლელი უსუსურობის მოდუსში გვამყოფებდნენ, რომ აი მოვიდოდა შუქი 2 საათით 24 საათში და ხო, აი ეს იყო საოცნებო მაშინ, ხო? ხო, ეს არის რეალობა, რომელიც აღწერილია ძალიან კარგად სოლჟენიცინის, ივან დენისოვიჩის ერთი დღე, თუ არ ვცდები, ასე ჰქვია რომანს. საკონცენტრაციო ბანაკში არის ივან დენისოვიჩი, ადამიანი, რომელიც იმ დღეს მორიგეა სასადილოში და ამიტომ მიეცა შესაძლებლობა ამ საკონცენტრაციო ბანაკში, სადაც შიმშილობა იყო, ნარჩენები აელოკა სხვების თებშებიდან და თulis რომ ძალიან კარგად ჩაიარა დღე. აი ეს იყო ვთქვათ შევარდნაძის რეალობა 2 საათი ელექტროობა როცა იყო და შუქი მოვიდა, Facebook-ის გვერდიც კი არის, ხო? ალბათ აი ისევ ვთქვათ აი ეს მართვა, რომელიც მიმართული არის არა ადამიანის უფლებების და კეთილდღეობის მიმართულებით, არამედ გარკვეული ჯგუფის ძალაუფლების გასამყარებლად სხვისი, ასე ვთქვათ, კეთილდღეობის და ადამიანის უფლებების ხარჯზე და გათელვის ხარჯზე, ალბათ ეს ივან დენისოვიჩის ერთი დღის ანალოგიური რეალობის კონსტრუირებას ცდილობს და ეგ არის ჩვენი უბედურება დღევანდელი. თან ეს დღე ივან დენისოვიჩის არის, ეს არ არის ქართველის გზა. და თან კიდე ისეთი რეალობაა, რომელიც ფაქტიურად სხვაზე აღარ გაოცნებებს. აი, შეკითხვა რა არის ქართული ოცნება? თურმე რაზე უნდა ვიოცნებოთ? აი, იმაზე, რაზეც ივან დენისოვიჩი ოცნებობდა საკონცენტრაციაში, რა? ნარჩენებით, ხო. გავლოგოთ.
თავარი ისაა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა უარზეა დათანხმდეს ნარჩენებს, დათმოს თავისუფლება გამოგონილ შიშებზე დაყრდნობით, უარზეა დათანხმდეს ქვეყნის გარუსებას, მაგრამ როგორც ჩანს, ქოცური რეჟიმის ფსიქიატრიული პოლიტიკა ახალ ფაზაში შედის. მუდმივი ფსიქოლოგიური ტერორის ფონზე საბჭოთა კავშირის ტრადიციების მიმდევარი ოცნება ახლა უკანონოდ დაკავებული მასწავლებლის ფსიქიკას იკვლევს და 20 დღით იძულებით ფსიქიატრიულში უშვებს. და ეს შემთხვევა ვერ დარჩება მხოლოდ ერთი მასწავლებლის დისკრედიტაციის მცდელობად. ეს არის გაფრთხილება ყველასთვის, არა მხოლოდ ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი ადამიანებისთვის. ყველა პრაქტიკას, რომელსაც ახლა ოლიგარქი მოწინააღმდეგეების დისკრედიტაციისთვის იყენებს, გამოიყენებს მისი ახლანდელი მომხრეების წინააღმდეგაც, როცა ამის საჭიროება დაუდგება საკუთარი თავის, ფულისა და ძალაუფლების გადასარჩენად. იფიქრეთ ამაზე. იფიქრე, კოცო. იფიქრე. სიკვდილი და სიღარიბე ორივე ერთად მოდიოდა, აი მაგალითად დეგნანი და დანიგანი ორივე ერთად მოდიოდა, შევხედე და შემეშინდა, დეგნანს დანიგანი ჯობდა.